ილია თოფურიას მართლა სერიოზული პრობლემები აქვს. ადამიანი ესეთ ოფიციალურ წერილს რო გამოაქვეყნებ, ესე იგი რაღაცაშია საქმე. მოდით მოусმინოთ რა დაწერა ილია თოფურიამ რამოდენიმე დღის წინ. ყველა მიცით რომ რამოდენიმე კვირის წინ იძულებული გავხდი ტიტულის დაცვაზე უარი მეთქვა. როგორც ხვდებით, ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება. როდესაც ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, სადაც ემუქრებიან შენ სიმშვიდეს, ოჯახს და სახელს, შენ უნდა გადადგა ნაბიჯი წინ და იმოქმედო. რამოდენიმე თვის განმავლობაში მე ვიყავი ძალიან მძიმე სიტუაციაში. მემუქრებოდნენ ინფორმაციის გავრცელებით, რომელიც ეხება ოჯახში ძალადობას. ამ ინფორმაციას არ გავრცელებდნენ მხოლოდ ფულის სანაცვლოდ. მაგრამ სიმართლეს ფაქტები ჭირდება. ჩემი რეპუტაციის დაცვისთვის გამაჩნია აუდიო, ვიდეო და SMS მტკიცებულებები. ეს მასალა წარუდგინეს სასამართლოს და ველოდები მისგან კანონიერ ქმედებას, როგორც გამოძალვის საკითხთან დაკავშირებით, ასევე მტკიცებულებების გაყალბების, ფულის და პირადი ნივთების მითვისების საკითხზე. ვცდილობდი ყოფილიყავი ჩუმად, მინდოდა დამეცვა ჩემი შვილები, მაგრამ მივხვდი რომ სიჩუმით ამას ვერ ვიზავ და ამით ყველაფერი უფრო გაუარესდება. ჩემ სიტუაციაში ბევრი ადამიანი ყოფილა და ადრე თუ გვიან ვიცი რომ სამართლიანობა იზეიმებს. დღეს მე წინ ვდგავ ნაბიჯს და მინდა ვიყო მაგალითი იმისა, რომ არც ერთ ადამიანმა არ უნდა დაყაროს ფარფმალი წნეხის, შიშის და манипуляციის წინაშე. ყველა ვინც მიცნობს იციან რომ მე არასდროს მიძალადია. ჩემი ღირებულებები არის პატივისცემა, სინდისიერება და დისციპლინა. ეს ნაბიჯი ჩემი ოჯახის და ხალხის გულისთვის გადავდგი. მნიშვნელოვანია ყველამ ნახოს რომ მე სიმართლეს ფაქტებით ვიცავ. მთლიანად ვენდობი მართსაჯულებას და გადავცემ ინფორმაციას ყველაფრის შესახებ, რისი გამოვლაც მომიწია. ჩემი შვილების და მართსაჯულების პატივისცემიდან გამომდინარე აღარ ვაპირებ რაიმე განცხადების გაკეთებას. უბრალოდ გთხოვთ ყველას ნუ გამოიტან სავარაუდო დასკვნებს და პატივი ეცით ჩემი ოჯახის პირად სივრცეს ამ რთულ პერიოდში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ნუ ამ წერილით ილია არა კონკრეტებს ვიზია საუბარი, მაგრამ მამის მიხედვრა ძნელი არ არის. საუბარი არის გამოძალვაზე, მუქარაზე და ინფორმაციის გაყალბებაზე. როგორც წინა ვიდეოში ვთქვი, ნამდვილად არ ვაპირებ ილიას პირადულზე საუბარს და განხილვას. ერთს ვიტყვი მარტო იმას, რომ ვერავინ ვერ დამაჯერებს ამ პლანეტაზე, რომ ილია თოფურია არის მოძალადე და მოძალადი არის მით უმეტეს თავისი ოჯახის წევრების მიმართ. არაუშავს, ყველაფერი გაირკვევა და დალაგდება, რაც არ უნდა მოხდეს, ილიას უსურებს სამართლიანობას და მალე ოქტაგონში დაბრუნებას. რაც შეეხება ილიას ყოფილ მეუღლეს, მოდით დასკვნები არ გავაკეთოთ, რაც არ უნდა იყოს ის ილია თოფურიას შვილების დედა არის და ძალიან დიდი სურვილი მექნება, რომ სულ ყველა დაწყნარდეს, ყველაფერი დალაგდეს და იქნება მშვიდობა. მაგრამ ასეთ სიტუაციაში სულ ყოველთვის ჩნდება ვიღაც სირიკო, რომელიც ესეთი სიტუაციით ისარგებლებს და გააკეთებს უდედის მსერავეს განცხადებას. ამჯერად ესეთი ადამიანი არის ვითომ მორწმუნე დაქლიავებული ბრაის მიჩელი. სწორედ ის ბრაის მიჩელი, რომელიც ილიამ რამოდენიმე წლის წინ ოქტაგონში დააძინა. გახსოვთ ალბათ ილიას რო შევხვდი და ვმარცხდი, ის დამჩინოდა იმის გამო რომ ფერმენი ვარ და დავდივარ სამუშაო ფორმაში. ეხლა მისმინე ბოზო, ცოლის მცემელო, ეს მაისური სპეციალურად ჩემთვის ჩავიცი. ადამიანისთვის ვინც ცოლზე ხელს წევს. მე მამის გარეშე გავიზარდე, არასოდეს მინახია ის და ვერც ვნახავ და იცი რა? ჯობია საერთოდ არ მყავდეს მამა, ვიდრე მყავდეს და დედას სცემდეს. შენ რაც გააკეთე ესეთი რაღაცის გულისთვის, აქ ხალხს კლავენ. შენ ხარ მშიშარა და შენი ძმაც მშიშარა. როდესაც შენ ძმას შევხვდები, მაგრად გავძუყნი. მაშინ შენ გაგიმართლა ავად ვიყავი, თორემ შენს გაგძუყნავდი. შენ არ ხარ ღირსი, შენი შვილები ნახო, რადგან შენ მათი დედა ცემე, მშიშარა ილია. ვინ ვარ მე რომ გამსაჯო სრულფასოვნებისგან, მეც შორს ვარ, თუმცა შენ შეგიძლია მოინანიო და დაუბრუნდე ქრისტეს. თუ გულწრფელად მოინანიებ, ჯოჯოხეთში არ დაიწვევი. ოღონდ ეს გულით უნდა გააკეთო, გულით მოინანიო. გესმის? ასევე ჯობს დალევას თავი დაანებო, ცოდვილო ალკოჰოლთან აშკარად პრობლემები გაქვს. დაუბრუნდი ქრისტეს და გეპატიება ცოდვები. თუ არ მოინანიებ ჯოჯოხეთში დაიწვევი, ჩემო ძმაო, ვინც ქალზე ხელი აწია, ყველა ქვაბში იხარშება. და კიდევ ილია, ცოლი არ არის ქამარი, რაც მეტი უკეთესი. მხოლოდ ერთი კაცი და ერთი ქალი ქმნიან ერთ სიყვარულს. შენ კიდევ ცოდვილო მესამე ცოლზე ჩალიჩობ, თითქოს ისიც ტიტულია და გინდა მოიპოვო 3 ან 4 ცოლი. უტვინო ხარ ცოდვილო, ჯობია ჩემნაირი ადამიანისგან აიღო მაგალითი. ამინ. მოკლავ დედას, მოკლავ მამას, თუ ეღოვა მიწანეთ ამას, ეღოვა ჩემი კუმირი. თქვენ ხომ თვლით ძმებო, რომ იეღოვამ გადაგარჩინათ? კი, აზია ბაზარი ძმა, აბარა. არ ვიცი ეს რა იყო, შეიძლება ბრაის მიჩელმა ამ ტრეშ-ტოლკით გადაწყვიტა ილიასთან რევანშის მოპოვებას, მაგრამ ზუსტად ვიცი ის, რომ ალექსანდრე თოფურია თუ შეგხვდა შენ, აი მანდ შენი კარიერა დასრულდა. შენ ვეღარასდროს ვეღარ იქნები ვერც ფერმერი, იმიტომ რომ დარჩები ხეიბარი და ის საწყალი ცოლიც მიგატოვებს. ამიტომ მიდი მიხედე ძროხებს, წყემს შენი საყვარელი ძროხები და დაანები ამ თოფურიებს თავი. ხო ხედავ?
შესაძლოა არ გამოგდის არც ბრძოლა და არც ტრეშ-თოლკი. ილიას კი გულით უსურე პრობლემების მოგვარებას იცოდე რომ მთელი საქართველოს შენს გვერდზე არის და ბრაის მიჩელის ნაერ ტიპებს კიდევ კომენტარებში აუკენწლით. ამასობაში კი მერაბ დვალიშვილი მოდის მაგარ ფორმაში, მაგრამ როგორც თვითონ იძახის, ის შეიძლება ვერ გამოვიდეს თეთრ სახში ბრძოლაზე. მოდით პირადად მას მოусმინოთ. ჯერ ჩემს ჩხუბზე რა თქმა უნდა არაფერი არ არის, უნდა დაველოდო პიტერიანს, იცით რომ მე როცა მაგათ იცით რომ მე ჩემზე რა იყოს გადაწყვეტილება მისაღები ორ თვეში ან სამ თვეში დაბრუნდებოდი, ანუ მარტში ფიქრობდი დაბრუნებას, მაგრამ ეხლა ეგ არ გამოვა, ალბათ კარგი იქნება თუ აპრილში ისურვოს პიტერ იანი დაბრუნებას ან მაისში, იმიტომ რომ ამდენად არ მინდა ზაფხულამდე მოცლა და ეს ჩვენი ბრძოლაც თეთრ სახში არ გამოვა, იმიტომ რომ და არც არის პრობლემა, თავარი ის არის რომ რა თქმა უნდა UFC ძალიან დიდი მადლობა გადამიხადეს კიდევ ერთხელ და დამპირდნენ და მითხეს რომ მოკლედ რა თქმა უნდა კამარზე იქნება ჩემი შემდეგი ბრძოლა რიმატჩი იანის წინააღმდეგ და მოკლედ მე რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებ ამ ტრილოგიის მოსაგებად ქართულად არ ვიცი რა ქვია, რიმატჩი, ხო რიმატჩია, მაგრამ ჩვენ მესამეჯერ მოგვიწევს ბრძოლა, როგორც იცით, 1 იერზე გვაქვს ანგარიში. ხო, ახალ ბოლოს არ წავიდა ჩემი ბრძოლა ისე როგორც მინდოდა, იყო რაღაც მიზეზები, როგორც იცით, მიზეზებს არ ვეძებ და არ ჩამოთვლი, ეხლა რა თქმა უნდა იყო მიზეზები, მაგრამ შემდეგ ბრძოლაში ყველანაირად გამოვიცხავ მაგ მიზეზებს და შევხვდები 100%-ით, 100% რა თქმა უნდა არ ვიქნები ჯანმრთელი და მზად, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები რომ უტრამოთ ვიყო და რა თქმა უნდა ფორმაში ვიქნები, როგორც ჩანს რომ მანამდე დალოდება მომიწევს და მოკლედ პრობლემა არ არის. მე ვარჯიშობ თუნდაც აქ ჰავაიში დღეში ორჯერ ვარჯიშობ ხალხშორის. დილით მარკი მხოლოდ ერთხელ ვარჯიშობს დილაობით რა დილის 7 საათზე, მაგრამ მის გუნდთან ერთად ვარჯიშობ ხოლმე საღამოს 5 საათზე კიდე მეორე ვარჯიში და საკმაოდ ნორმალური ბიჭები არიან, ნორმალური გუნდი ყავს და საკმაოდ კარგ დატვირთვას ვიღებ რა და მოკლედ ესეთი ამბები. ვერ ხვდები მერაბს თუ აძლევენ იანთან რევანს, რატო არ უნდა შედგეს ეს შეხვედრა თეთრ სახში. აბა 71 კილოგრამში იქ ერთმანეთს უნდა დაეჯახონ ომელი და უმარ ნურმაგომედოვი? დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დღეისათვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე. და შენ ასე ნაკლად მეუბნები რომ ვასოს არხი არ გაქვს გამოწერილი დღემდე. დამშვიდი მე ხოსაგიჟე ჩივიჯექი, იქ არ მქონდა YouTube, ხვალვე გამოიწერ. ეხლა შენი პირი თქვი რომ ხვალ გამოიწერ. ანუ არც დღეს, არც 5 წუთში, არც ეხლავე, ხვალ? კიდე რა პრობლემა? პრობლემა მაშინ იქნება, როდესაც შენი ხერხემალი დატოვებს შენს ხელს გამოაპროჭიდან ჩაქხედავს თვალებში და გეტყვის, რატომ მომეკეცე ესე ჯონ? დაწყნარდით, ყველა გამოიწერს ვასოს არს, იჯობი ახლა უყუროთ ვიდეოს.